მოგესალმებით ყველას, მომავალი ინცელი არის გვერდად და დღეს შევილაპარაკებთ აი როგორ გითხრათ ისეთ თემაზე, სადაც აი რაც მინდოდა რომ მელაპარაკა. ქართველებს რა რატო აქვს ისე არ ვიცი რა. ზოგი ადამიანი ვინც არის მაგალითად ახლა ხო აი რო ჩამოდის ინდოელი, ყველა უნდა შეუძლოს მაგას და ვინც მაგალითად ქართველებს ექცევა ძალიან ცუდად და რა ვიცი მაგაზე არაფერს რა ლაპარაკობთ. გიხართ აი რა ვიცი ახალი თაობის ჟინია ეს თუ ვერ გავიგე რა არის აი ტიპები ჩამოდიან ის ინდოელები და პაკისტანელები და ქართველებს არ აქცევენ აი არ იქცევიან კარგად ქართველებს აი როგორ გითხრათ ქართველებს ძალიან ცუდ დღეში აგდებდნენ ხო და ეხა ვილაპარაკოთ იმაზეც რომ აი ერთი ვიღაცა ბრიტანელი ხალი ჩავიდა და აი ტიპ ინდოელები აი შეესივნენ ეგრევე რა ხო და ტიპებს მე კიდე ეგეთი ტიპები რო გივოსება თქვენ აი თქვენ ხარ სულად ამოწყობები და ბიჭო აი ეხა ზოგი იტყვის რომ ეგენი სტუდენტები არიან და რა გინდა შენ მაგათგან სტუდენტები არიან რომლებიც აი საქართველოს ძალიან ცუდ ლაპარაკობს და მე კიდე ზოგის როგორია თავი რო არიან აი ვითომ აი ექიმები და ასე შემდეგ აი თქვენ ხართ აი სულად დებილები რა აი მე რა უნდა გვილაპარაკო თქვენზე აი კაი ხა მოდი ახლა დავიწყოთ ესეთი რაღაცები ხო და ახლა დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოში არამედ ესეთი ხალხი კი არ არიან არამედ არიან აი ბრიტანეთში ეს ავადმყოფი იდიოტები და მე კიდე ეძახიან ბრიტანელებს ძალიან ცუდი ხალხი არიანო კიდე ამერიკაშიც არიან იგივე ხალხი კიდე აი ზოგიერთ ქვეყანაში არიან ესეთი ხალხი და რა ვიცი აი ესეთი ხალხი რატო გივოსება თქვენ არ ვიცი და რომ აი ვითომ აი მაგარი ტიპები გამოჩნდნენ და არ გამოჩნდნენ მის თვალში რასისტი თუ აი ვერ გავიგე რა თან ჯესეს დამოკიდებულება არის აი იმაზე რომ აი როგორ გითხრათ აი დამოკიდებულება არის იმაზე რომ აი როგორ მოიქცევი შენ ადამიანი წესად რო არ იქცევა მაგაზე ჩვენ უწერთ ძალიან ცუდ კომენტარს ხო და კარგი ადამიანები ეხა კარგი ადამიანები რო არ ვიყოთ აი მაგებს ჩვენ არაფერს არ ვერჩით ხო და ესეთი ხალხი იდეა რომ გამოდიხართ და მე კიდე ამათ რო იცავთ ძალიან ეხავს ხო იცი აი ძალიან რა აი ამაცინათ ერთი ვიდეო შეხვდა ვიღაცა აი ინდოელი იყო ჩამოსული და კომენტარებს კითხულობდა რომ აუ იცი რა არისო აი საქართველოში მე აღარ ჩამოვალ იმიტომ რომ რასისტები ძალიან სავსე და ეთქო ეს არის აი ძალიან ტყუილი რა ჩამოდიან ესეთი ხალხი და მე კიდე არაფერს არ აკეთებენ და აი რასაც უნდა იმას აკეთებენ და აი ჭამე ღორის ხორცს და ასე შემდეგ რა ხო და ბიჭო ეს ზოგიერი უცხოელს ისეთი როგორ მენტალიტეტი აქვს რომ აი გამოდიან და ყველაფერს ეძახიან რასიზმი იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიტყვით აი ესეთ ხალხს იცი რატო რომ ქართველებს ჩვენ გვაბრალებენ ყველაფერს გვაბრალები ჩვენ რასიზმის ჩვენ გვაბრალებენ ცუდ ხალხი ჩვენ რო ყავს ამასაც გვაბრალებენ და ესეთი ხალხი რო ეთანხმებიან აი ძალიან ეხავს ხო იცით რა და ქართველების რო ეთანხმები ძალიან ცუდი არის და არ ვიცი რა აი მე რა ეს დისტრაქცია ვერ მომჩვენა მეგობრებო და ბოდიში გიხდით აი ასეთი რაღაცა ხმა რო გამოდის და ბოდიში უნდა მოგიხატოთ რა. კაი, მოგერთ ახლა სანამ ვიდეოზე გადავალთ ხო? მინდა გთხოვოთ რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი რომ იმიტომ რომ ჩემი არხი ყუდება და 10115 გამოწერდება და ვერავიყვანი ეს არხი აი 2000-მდე უკვე რაც მყუდარია რა. ხო და შემოდი დისკორდში და დავილაპარაკოთ იქიდან რატო თუ რაც სუდი თქვი აქ რა ამ ვიდეოში და მოკრეთა და არ გამომივიდეთ ესეთი იდიოტი რომ დამიწყოს გინება ან რაღაცა ესეთის რაღაცა რა ნუ იქნებით ჩარიანები და ანუ გაითვალისწინეთ ერთმანეთის აზრი ხო ეხლა დავიწყოთ ახლა ვიდეოთი და ხო რა სანამ ახლა ვიდეოზე გადავალ ხო ყველა ინდოელი როგორ ჩავიდა აი რატო ჩადის ამ კანადაში არ ვიცი რა ხო და ეხლა ეს კომენტარებს კითხულობს რომ და ეს კომენტარებში ხა წავიკითხოთ მოიცა რომ აი ეს იდიოტი რო ამოს ეხლა ქართველებს რომ აი მე რა ცუდი ხალხი არიან ხო კაი ძმა კაი ხო და ეხლა მომე რომ აი ყოველთვის ძალიან ცუდი დღეება ჩვენთვის რომ იმიტომ რომ ქართველები საქართველოსიო აი არ მესმისო რომ რატო არის უმეტესობა ქართველების რომ ემიგრაცია ძალიან ცუდი არისო რა ხო და იმიტომ არის მეგობარო რომ კანადაში და მით უმეტეს ამერიკაში ძალიან ბევრი ხალხი არიან აი ესეთი ხალხით რა და ქართველებზე ძალიან ცუდ რაღაცას ამოვიდა ხო და მე კიდე ეს ვიღაცა იდიოტი ამბობს რომ გამოვიდი საქართველოს წამოვიდი იმიტომ რომ რასისტები არიან და ეთქობა შენ რაღაცას გააკეთებდი იქ ცულს და არ მგონია რომ შენ რასიზმის გამო წამოვხვედი რა და
ეს ვიღაცა იდიოტი რო გამოდის ეხლა და იზახოს საქართველოს რასისტები არიან და ამას აჩვენებს ვიდეოშიცო. აუ მოიცადეთ. ხო ამას ამბობს ვიღაცა იდიოტი რომელსაც აი აკაუნტი აქვს აი private mode-ში რა. ხო, მოდი ახლა ვიდეოს ვუყუროთ და მოვსმინოთ და რავი რა. Was born and raised in Canada and I have it the worst here buddy when it comes to racism. I have been studying here in Georgia for 3 years since March 2023 and the first time I arrived here I had 2023 წელი და მუშაობდი აქაო. ავიყავი აქაო რა. აი ჯესედიც თქვენ ხართ ჯესედიც არა რა ვიცი ერთ უჯრედიანი იდიოტები ხართ და რა ვიცი ყველა ინდუელი იცი რა საბოს რომ ქართველები ძალიან ცუდები არიან და აი ეს რომ დაამატა რას მნიშვნელობა აქვს ინდუელი ხარ და კანადელი ხარ მნიშვნელობა რა შენთვის აი საქართველოს შენ რო ლანძღავ ან შეიძლება მაგ ადამიანმა შეიძლება საქართველოს გალანძღა და მაგითო ეძახის რომ იცახეს ეკო კომენტარებში ხა ზუსტად ისეთი კომენტარები არის აი მაგალითად აი ერთხელ 2 წელს რომ ძიმე კაცმა გააკეთა ერთ შავკანიანზე რომ აი ესეთი ხალხი რო ჩამოდიანო და საქართველოსში რო და მე კიდე რა ვიცი ძალიან ცუდს რო აკეთებენო აი მაგითო ვერ ვიტეთ ესეთ ხალხს და მართასაც ამოზე ესეთ ხალხსაც ვერ ვიტეთ ჩვენ და რატო იცახეთ ამას რაზეც არის ძალიან გასაკვირია რა leave to the luggage section or my sister was like 18 at the time and there was no one to help us at all they pulled out a stick რანერა დაგეხმარებოდათ ადამიანი ჯის საქართველოს არის დასახმარებელი აი ისედაც აი მენტალურად რა და საქართველოს არ არის აი ისეთი ქვეყანა რა თქო რომ დაგეხმარო და აი რაღაცა ყოფილად აი აი შეგაყუდროთ რა აი ვაიმე და ამა ესენი რომ ჩამოდიან საქართველოს რო არაფერში არ ახმარებიან და ესენი გამოდიდნენ საქართველოს ლანძღავენ. მერე რომ კიდე იტყვით იმაზე რომ საქართველოში აი ძალიან ცუდი გონება აქვს ქართველებსო და ამ დროს აი ჭიანჭველას კი ამაც ჭკვიანია ვიდრე აი ინდოელი გეუბნებით რა და ესეთი ხალხი რომ ჩამოდიან აი ძალიან აი კი არიან ესეთი ყლები ზოგი უმეტესობა რა მაგრამ მე 80% არაფერს არ ვერჩი აი აქ 80% შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის 10% ძალიან ცუდს რო აკეთებ რა. აკეთებს, ნუ ხო ხვდებით რა. ხო და მე ახლა სანამ ახლა არ მინდა ვიდეოს კიდე ჩავწერო და შეიძლება ძალიან დიდი დრო დაჭირდეს ამ ვიდეოს აი ლაპარაკს ასე ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ მოდი ახლა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ რა ვიდეოს გარეშე და ხო ასეღათ რა. ხო და უმეტესობა ესეთი ხალხი რომ ჩამოდიხარ და საქართველოსაც კიდე რომ ბოდიში და ეს ადგილას რომ იყენებთ და მე კიდე ქართველებს რომ გონიათ რომ აი არ გაგცევს იგივე ისეთ პასუხს რომელიც ახლა თქვენ არ მოგეწონოთ და დაუზაღოთ რასისტი და ასეთი იდიოტობები თქვენ რა გონიათ ქართველები რასიზმენ არ გაგლანძღავი და არ გეტყვიან რომ წაეთრი შენი ქვეყანაშიო და წინა პოსტი რო განახეთ ხო ისეთი ხალხი რომ ჩამოვიდნენ ქართველებში საქართველოში უბრალოდ ეს დისაქსია კიდე ვერ მოვშორი რა ბოდიში და ხო და ბიჭო, ეს ჩემი თუთიყუში ხო გეუბნებით, აი ვერ გავაჩერე რა. აი წინა ვიდეო და სულ ჭიკჭიკებს აი თელი 2 საათია რა. ვაიმე, ხო და ეხლა სანამ მე არც ვიცახი იმას რომ ყველა ინდოელი ცუდია. ყველა ინდოელი ეგეთი ცუდი არ არის. კარგი ინდოელებიც არსებობენ, რომელიც ქართველებს ძალიან კარგს ამბობენ, მაგრამ იცახიან იმას რომ აი რატო უნდა იყოს რატო უნდა აი წვადი რატო არის აი იცი რატო არის ცუდი რომ ძალიან ცუდად არის რა ეს ძალიან ცუდი ისინი აქ კი გეთახმები მაგრამ საქართველოს საქართველოს აი პოს რო აქ ქვეყნებ აი შეიძლება ხო ესენი დებილობა არის და ამოწყობა არის მაგრამ აი და საფულებს რო ჯობენ ესეთი ხალხი წინა წელს რო დააჯვა ერთმა იდუელებმა კურიერმა რავი კურიერი ქვია თუ ასე ვთქვათ, აი კურიერი დავარქვათ რა მაგაზინას ლიბერალების ენაზე და ტიპები ხა მე კიდე იტყვიან იმაზე რომ არა ჩაო ეგ სწავლისთვის არის შემოზოდი და მე სწავლენ. არ რა მნიშვნელობა არა აქვს მნიშვნელობა ყველა უნდა წავიდეს თავის ქვეყანაში ანუ ინდუელებისთვის, არაბებისთვის, აფრიკელებისთვის და ასე შემდეგ რა. ხო და ნუ გამოგდით ხომ ბიჭო და ისე ნუ გამოდიხართ კომენტარებში და ნუ იცახეთ რომ ეგ რასიზმია ძმა. აი წავედი ხა მე იმედია ვიდეო მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ რავი დამიწეთ კომენტარებში და გავასწორებ მე შემდეგ ვიდეოში ისეთ ხვაზე ხათ რა ნუ წავედი ხა მე წამოდები ყველას და
დროებით. აი ბიჭო, ყოველთვის აი ხა სანამ ვიდეოზე დავამთავრებ, ხო? წამოვიდგინე ეგეთი რაღაცა, რომ ქართველები აი ესე დღეში არიან და ანუ ხო ხდებით რა უნდა ქნა მე. არაფერს არ იცავ, ხო იცი? მაგრამ რაც აი ვერ მიხვდებიან ეს ხალხი მაინც. აი ხო რა. წავედი მოკეთ რა.